ვივამედის კლინიკაში ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად. ის ამ დრომდე ვივამედის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში რჩება, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას უმძიმესი დაზიანებები საპატიმრო დაწესებულებაში მიაყენეს. მძიმე დაზიანებები აქვს ზედა კიდურებზე, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მათ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ პატიმართან ჰქონოდათ კომუნიკაცია. ბოლოს გაიგეს, რომ პროცესი გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო. ამის შემდეგ კი საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებს ერთ-ერთმა თანამესაკნემ დაურეკა და შეატყობინა ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ ინფორმაცია. ბოლოს კი პატიმარს მიაკლიეს ვივამედის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში. არც კი ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს კი, როდესაც საპროტესტო აქცია გაიმართა ვივამედის კლინიკასთან, მხოლოდ მამას მიეცა შესაძლებლობა, რომ პალატაში საკუთარი შვილი მოენახულებინა და როგორც ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, კაცი ამ დრომდე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში რჩება. მას უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება სხეულზე, დამტვრეული აქვს ძვლები და როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობენ პატიმრის ახლობლები, მას აღენიშნება ყელისარეში დაზიანებებიც, რაც მათ უჩენს განცდას, რომ იყო დახრჩობის მცდელობაც. არ აქვთ ინფორმაცია ოჯახის წევრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ამ სასტიკი ანგარიშწორების მოტივი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის იმდენად მძიმე, რომ ოჯახის წევრებს მედიკოსები ეუბნებიან, რომ ძალიან ცოტაა გადარჩენის შანსი. ეს მამაკაცი, რომელიც ახლა ვივამედის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში რჩება, პატიმარი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. წინასწარ პატიმრობაში ის დაკავებული იყო უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელიც მოხდა წალკაში. საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სასტიკათარი ნაცემი ფაქტიურად მოკვლის განზრახვა იყო, ჩვენ როგორც ვფიქრობთ, იმიტომ რომ არის მართლაც სუნთქვაზე ამჟამად ჩვენს გუშინ გავიგეთ უშუალოდ სხვა პატიმრისგან, რომ ესეთი მდგომარეობა იყო. არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია, როგორ მოხდა ეს ფაქტი, სად მოხდა, ვისგან მოხდა, არც იმის შესახებიც არაფერი გამოძიება არის დაწყებული. ერთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ის, რომ ავად იყო და სასამართლო გადაიდო 11 რიცხვამდე, 11 თებერვლამდე. შემდეგ რო დაგვირეკეს, ჩამოვედი ჩვეულებრივად, არანაირი ინფორმაცია არ ქონდა. დღეს მოგცეს უფლება, რომ ერთი კაცი შესულიყო და ენახა, როგორც ვნახეთ, მართლაც სუნთქვაზეა და ძალიან მძიმეთარი მდგომარეობა რა. ანუ 10%-ის არ არის სასიცოცხლო მაჩვენებლის. ნაცემია, დიახ, სასტიკათარი ნაცემი. გამეტებული არის სასიკვდილოდ რა, აქვს ზარადობის კვალი ძალიან მძიმე მდგომარეობამდე, სავარაუდოდ ნახშობიც არის და ძირითადად თავის არეშია ნაცემი. ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მის ჭილი არ ქონდა ჯერ, მეხუთე თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება. დაკავებული იყო უბედური შემთხვევა იყო 4 ადამიანის ყრილობაზე ავტოავარიის შედეგად. პატიმარი, რომელსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და ფაქტიურად სასიკვდილოდ გაიმეტეს, ამ დრომდე ვივამედის კლინიკაში რჩება. ოჯახის წევრებს კი აქვთ რამდენიმე მოთხოვნა. ისინი ითხოვენ, რომ სპეციალურმა პენტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელოს ოფიციალური განცხადება და ოჯახის წევრებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ციხეში, სადაც პატიმარი იმყოფებოდა და ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება.